მილიონერი შედის ელეგანტურ კაფეში და როცა ხედავს ბეჭედს მომსახურე ქალის თითზე, ცივი ოფლი ასხამს. ეს სწორედ ის ბეჭედი იყო, რომელიც ოდესღაც თავის დიდ სიყვარულს აჩუქა, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის წინ გაუჩინარდა. იმ წამსვე დამარხული მოგონებები და წარსულის საიდუმლო დაუნდობლად ამოიტივტივდა. რაც მომდევნო დღეებში აღმოაჩინა, სამ ადამიანის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა და გაამჟღავნებდა ქალიშვილს, რომლის არსებობის შესახებაც არასდროს იცოდა. გამთენიისას მზის პირველი სხივები გაქრთა თბილისის ძველი უბნის სახურავებზე. მაღლიდან თბილისი განსაკუთრებულად ლამაზი ჩანდა, მტკვარი ვერცხლის ფრად ელვარებდა, ხოლო სახლების ფერადი სახურავები ქალაქს ზღაპრულ იერს აძლევდა. თამარ მამულაშვილი ფანჯარასთან იდგა და დილის ჩაის ნელაც ყრუპავდა, როდესაც ტელეფონმა დარეკა. დიახ, უპასუხა მან მშვიდად. ბებო, მე ვარ ნინო. გზაში ვარ, თბილისში ვბრუნდები, თამარს სუნთქვა შეეკრა. 5 წლის მანძილზე ელოდა ამ სიტყვებს. 5 წელი მას შემდეგ, რაც მისი საყვარელი შვილიშვილი სასწავლებლად პარიზში წავიდა და მხოლოდ დღესასწაულებზე ჩამოდიოდა სახლში. როდის ჩამოდიხარ, შვილო? დღეს საღამოს. არ დამხვდე აეროპორტში, ტაქსს ავიყვან. იცი რა? ჩემთან დაკავშირებით სიურპრიზი მაქვს, თამარმა გაიღიმა. ნინო ყოველთვის სავსე იყო ენერგიით და იდეებით. შვილიშვილის ხმაში ნაცნობი ენთუზიაზმი იგრძნობოდა. სიურპრიზი? რა სიურპრიზი? იკითხა თამარმა. საფრანგეთში ბიზნეს განათლება მივიღე, ბებო. ახლა ჩვენი რესტორანი უნდა ავაღორწინო. ევროპული სტანდარტები, ახალი მენიუ, თანამედროვე მომსახურება. ისეთი რესტორანი გვექნება, რომ მთელი თბილისი ილაპარაკებს, თამარს ღიმილი გაუქრა სახიდან. მამულაშვილების სამზარეულო ოჯახური რესტორანი იყო, რომელიც მისმა მეუღლემ გახსნა 50 წლის წინ. მას შემდეგ რესტორანი ქალაქში ტრადიციული ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლებოდა. ნინო, გიორგი რა სიტყვის ამაზე? ის ჩვენი მთავარი მზარეულია უკვე 15 წელია. ბებო, გიორგის დადგა დრო ახალი რამ ისწავლოს. ახალგაზრდა არ არის. 30 წლის თუ არის. ტრადიციული კერძები მშვენიერია, მაგრამ თანამედროვე ინტერპრეტაციაც სჭირდება. ნახავ რა იდეები მაქვს, თამარმა ამოიოხრა. შვილიშვილის ენთუზიაზმს ვერაფერი დაუპირისპირა, მაგრამ იცოდა, რომ გიორგი კვინიკაძესთან პრობლემები იქნებოდა. გიორგი არა მხოლოდ ნიჭიერი მზარეული იყო, არამედ ქართული კულინარიული ტრადიციების ერთგული დამცველი. სწორედ მის კერძებს მოყავდა ხალხი რესტორანში. თამარმა ოთახში მიმოიხედა, სადაც ოჯახის ფოტოები ეკიდა. შვილის ლევანის ფოტოს შეხედა, რომელიც წლების წინ ავტოსაგზაო შემთხვევაში დაიღუპა. ნინო მისი ერთადერთი ქალიშვილი იყო, ოჯახის უკანასკნელი წევრი. თამარს გული ეტკინა იმ აზრზე, რომ ოჯახის ტრადიციები შეიძლება ნინოს ევროპული გეგმების მსხვერპლი გამხდარიყო. საღამოს რესტორანში მუშაობისას თამარმა გიორგის დაურეკა. გიორგი, ნინო ბრუნდება საფრანგეთიდან. დღეს ჩამოდის, ტელეფონის მეორე მხრიდან სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ გიორგიმ თქვა, ბოლოს და ბოლოს. დროა სახლში დაბრუნდეს. იმედია, პარიზულმა ჰაერმა მას არ შეაცვლევინა თავისი ფესვების სიყვარული. სწორედ ამის მეშინია, თქვა თამარმა, ბევრი იდეა აქვს რესტორნის შესაცვლელად. თანამედროვე გახდომა უნდა. რა თქვა? გიორგის ხმაში შეშფოთება გაისმა. ქალბატონო თამარ, თქვენ იცით ჩემი პოზიცია. მამულაშვილების სამზარეულო ქართული ტრადიციების კუნძულია. ჩვენი სტუმრები ამიტომ მოდიან. აქ ხინკალი ისეთივეა, როგორც მათმა ბებიებმა აკეთეს. ჩვენი ღვინო ისეთივე ქვევრებში ყენდება, როგორშიც საუკუნეების წინ. რა თანამედროვეობაზეა საუბარი? ვიცი, გიორგი, ვიცი. მაგრამ ნინო ჩემი შვილიშვილია და ის რესტორნის მემკვიდრეა. მას აქვს უფლება თავისი აზრი გამოთქვას. რა თქმა უნდა, ქალბატონო თამარ. პატივს ვცემ ნინოს, მაგრამ ის 5 წელი ევროპაში იყო. მას შეიძლება დავიწყებული ჰქონდეს, თუ რატომ უყვართ ადამიანებს ჩვენი რესტორანი. საუბრის შემდეგ თამარი ფიქრებში ჩაეფლო. მას მხოლოდ სურდა, რომ ნინო სახლში დაბრუნებულიყო, მაგრამ ახლა ეშინოდა, რომ ეს დაბრუნება კონფლიქტით დაიწყებოდა. ქალაქის მეორე მხარეს ლევან ბერიძე თავის აპარტამენტში იჯდა და ლეპტოპზე მუშაობდა. ლევანი არქიტექტორი იყო, რომელმაც ევროპაშიც ისწავლა, მაგრამ თბილისში დაბრუნდა, რომ თავისი ქალაქის განვითარებაში წვლილი შეეტანა. ის ნინოს ბავშვობის მეგობარი იყო და მასზე ფარული გრძნობები ჰქონდა.
როდესაც ტელეფონი დარეკა და ნინოს სახელი ეკრანზე გამოჩნდა, მისი გული აჩქარდა. ნინო, როგორ ხარ? ლევან. საოცრად. იცი რა? ვბრუნდები თბილისში. საბოლოოდ ლევანის სახეზე ღიმილმა გადაირბინა. მართლა? როდის? დღეს საღამოს ჩამოვდივარ. სიურპრიზად მინდოდა ბებოსთვის, მაგრამ უკვე ვეღარ მოვითმინე და დაურეკე. შენც იგივეს გიკეთებ. ხვალ შეგვიძლია შევხვდეთ? რა თქმა უნდა. დაბრუნდი და თბილისს გაჩვენებ. ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც წახვედი. მეც შევიცვალე, ლევან. ბევრი იდეა მაქვს. წარმოგიდგენია, ბებოს რესტორანს ავიღებ ხელში. მინდა მოდერნიზება გავუკეთო, ევროპული სტანდარტების შემოტანა, ლევანის ღიმილი გაქრა. მოდერნიზება? მამულაშვილების სამზარეულოსი. ნინო, იცი რამდენი ადამიანი დადის იქ სწორედ იმიტომ, რომ ის არ იცვლება. ეს არის ტრადიციის კუნძული. ოჰ, გთხოვ. არ მითხრა, რომ შენც ტრადიციონალისტი გახდი. შენ ხომ არქიტექტორი ხარ, ხელოვანი. გაზიარებდი ჩემს ხედვას. მე ვარ არქიტექტორი, რომელიც პატივს სცემს წარსულს, ნინო. მთელს მსოფლიოში ადამიანები ეძებენ ავთენტურობას. შენი ბებოს რესტორანი ავთენტურია. ავთენტურობა არაა უძრაობა, ლევან. ტრადიციებს შეიძლება პატივი სცე და ამავდროულად განავითარო ისინი. ნახავ, რა გეგმები მაქვს. საუბრის შემდეგ ლევანმა ფანჯარასთან მიდგა და ძველი თბილისის ხეთს გახედა. ის სიხარულით ელოდა ნინოს დაბრუნებას, მაგრამ ნერვიულობდა იმის გამო, თუ რა ცვლილებების მოტანა სურდა მას. ლევანი ფიქრობდა, როგორ შეეძლო დახმარებოდა მეგობარს, რომ მას თავისი ფესვები არ დაეკარგა. თამარ მამულაშვილმა თავისი პატარა სახლი დაალაგა, ნინოს ოთახი მოაწესრიგა და განსაკუთრებული ვახშამი მოამზადა, ნინოს საყვარელი კერძები, ხინკალი, საცივი და ნამცხვარი, რომელიც ნინოს ბავშვობაში ასე უყვარდა. საღამოს, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა, თამარს გული აუჩქარდა. კარი გააღო და ნინო დაინახა, თავისი საყვარელი შვილიშვილი, უფრო გალამაზებული და თავდაჯერებული, ვიდრე ოდესმე. ბებო. შესწახა ნინომ და თამარს მოეხვია. ნინო, ჩემო საყვარელო. თამარმა შვილიშვილი ჩაიხუტა. როგორ მომენატრე, ნინომ გაიგიმა და ჩემოდნები შემოიტანა. მეც ძალიან მომენატრე, ბებო. და შენი სამზარეულოც, რომლის სუნიც უკვე ვიგრძენი, თამარმა ხელი ჩაჰკიდა ნინოს. წამოდი, საჭმელი მზადაა. მომიყევი ყველაფერი, ვახშმისას ნინომ მოყვა პარიზში ცხოვრების, სწავლის და მუშაობის შესახებ. მისი თვალები ბრწყინავდა, როდესაც საუბრობდა რესტორნების მენეჯმენტზე, კულინარიულ ინოვაციებზე და თანამედროვე გასტრონომიაზე. ბებო, წარმოგიდგენია, მინდა ქართული კერძები ახლებურად წარმოვადგინო. ხინკალი მინიატურული ზომის, საცივი მოდერნისტული პრეზენტაციით. ფრანგული და ქართული სამზარეულოს შერწყმა. ეს იქნება რევოლუცია, თამარი მშვიდად უსმენდა, მაგრამ მის თვალებში შეშფოთება ჩანდა. ნინო, რესტორანს კარგად მიდის საქმე. ადამიანები ჩვენთან მოდიან, რომ ნამდვილი ქართული კერძები მიირთვან. ვიცი, ბებო, და ეს არ შეიცვლება. უბრალოდ ყველაფერს გავალამაზებთ, გავხდით უფრო მიმზიდველს თანამედროვე მომხმარებლისთვის. ხვალ რესტორანში მივდივარ და მთელ გეგმას გიჩვენებ, თამარმა გაიგიმა და ნინოს ხელზე ხელი მოჰკიდა. მიხარია, რომ სახლში დაბრუნდი, ჩემო გოგო. ნიშნულოვანია, რომ ჩვენი ოჯახის ტრადიციები არ დაიკარგოს, ნინომ თვალები ოდნავ შეავიწროვა. ტრადიციები უნდა განვითარდეს, ბებო. სხვაგვარად ისინი უბრალოდ მუზეუმის ექსპონატები იქნება. ვახშმის შემდეგ, როდესაც თამარი სამზარეულოში იყო, ნინომ თავისი ჩემოდნები გახსნა და დაიწყო პარიზიდან ჩამოტანილი წიგნების, ჟურნალების და დიზაინის ნიმუშების ამოღება. მის თავში უკვე იქნებოდა რესტორნის ახალი სახე. ის ვერ მოითმენდა ხვალინდელ დღეს, როდესაც თავის იდეებს გიორგი კვინიკაძეს გააცნობდა. ოთახის კუთხეში, თავის საწერ მაგიდაზე, ნინომ მამის ფოტო შენიშნა. მამამისი ლევან მამულაშვილი, რომელიც ბავშვობაში დაკარგა. თამარი იშვიათად საუბრობდა მასზე. ნინომ ფოტოს შეხედა და ჩუმად თქვა, ვიმედოვნებ, ამაკი იქნები ჩემით, მამა. მე შევცვლი ყველაფერს. უკეთესობისკენ, მეორე დილას ნინო ადრე გაიღვიძა. ფანჯრიდან თბილისის ხეთს გახედა და გაიგიმა. მიუხედავად იმისა, რომ პარიზში ცხოვრება მოსწონდა, ქართულ დედაქალაქს განსაკუთრებული ადგილი ეკავა მის გულში. თუმცა ახლა ქალაქის ცხოვრება სხვა თვალით უყურებდა, როგორც შესაძლებლობას, ინოვაციების ადგილს.
ის სწრაფად ჩაიცვა, თავისი ლეპტოპი და რამდენიმე ფაილი ჩანთაში ჩააწყო და სამზარეულოში გავიდა, სადაც ბებია უკვე ამზადებდა საუზმეს. დილა მშვიდობისა, ბებო, მიმართა ნინომ და თამარს ლოყაზე აკოცა. დილა მშვიდობისა, ჩემო გოგო, გაუღიმა თამარმა. ადრი ადექი. ისევ პარიზის დროზე ხარ? არა, უბრალოდ მოუთმენლად ველი რესტორანში წასვლას. დღეს ყველა თანამშრომელს შევხვდები და ჩემს იდეებს გავაცნობ, თამარმა ამოიოხრა. ნინო, ალბათ უკეთესი იქნება, თუ ჯერ დასვენდები, თბილისს კვლავ შეეჩვევი. ბებო, დრო არ გვაქვს დასაკარგი. რესტორანი განახლებას საჭიროებს. წარმოგიდგენია, რამდენი ახალგაზრდა სტუმარი მოვა, თუ მენიუს და ინტერიერს შევცვლით, თამარმა ხაჭაპური მაგიდაზე დადო და შვილიშვილს შეხედა. გიორგის აზრს მაინც მოусმინე, კარგი? ის დიდ როლს თამაშობს რესტორნის წარმატებაში, ნინომ თვალები ოდნავ დააჭკიდა. გიორგი მხოლოდ მზარეულია, ბებო. კარგი მზარეული, მაგრამ ბიზნესის მართვა სხვა რამეა. ეს ჩემი სფეროა. გიორგი მეტია, ვიდრე უბრალოდ მზარეული. ისლ. ნინომ ხაჭაპურის ნაჭერი აიღო და ბებიას სიტყვა გააწყვეტინა. ვიცი, ის ტრადიციის მცველია. მაგრამ ტრადიციას ინოვაცია სჭირდება, რომ არ მოკვდეს. საუზმის შემდეგ ნინო პირდაპირ რესტორანისკენ გაემართა. მამულაშვილების სამზარეულო ძველი თბილისის შუაგულში მდებარეობდა, ტურისტული მარშრუტის გზაზე. რესტორანი ორსართულიან ისტორიულ შენობაში იყო განთავსებული, აივნით, საიდანაც ქალაქის პანორამული ხედი იშლებოდა. ნინო შევიდა თუ არა რესტორნის ნაცნობმა სურნელმა მოიცვა სუნელების, შემწვარი ხორცის და ახალგამომცხვარი პურის არომატი. მიუხედავად პარიზის საუკეთესო რესტორნებში ვიზიტებისა, ეს სურნელი მისთვის ყველაზე საყვარელი რჩებოდა. რესტორანში რამდენიმე ოფიციანტი უკვე ამზადებდა დარბაზს თხის სტუმრებისთვის. მათ ნინო დაინახეს თუ არა სახეები გაუბრწყინდათ. ნინო! დაბრუნდი. წამოიძახა ანა ჩიქოვანმა, ნინოს ბავშვობის მეგობარმა, რომელიც რესტორანში ადმინისტრატორად მუშაობდა. ანა! ნინო მეგობარს გადაეხვია. როგორ მომენატრე? შენც, ნინო. ვერ ვიჯერებ, რომ საბოლოოდ დაბრუნდი. როგორ იყო პარიზი? ნამდვილად ისეთი რომანტიკულია, როგორც ფილმებში. უფრო მეტად გაიგიმა ნინომ. მაგრამ ახლა თბილისშია ჩემი ადგილი. დიდი გეგმები მაქვს, ანა, ამ დროს სამზარეულოდან მაღალი, ფართომხრების მქონე ახალგაზრდა კაცი გამოვიდა. გიორგი კვინიკაძე თავისი შეფის ფორმით, რომელიც ყოველთვის იდეალურად სუფთა ჰქონდა. მის სახეზე სერიოზული გამომეტყველება იყო. ნინო მამულაშვილი, თქვა მან ოფიციალური ტონით. დაბრუნდი, ნინომ გაიგიმა, თუმცა გიორგის ცივი მისალმება შენიშნა. გიორგი! კარგია შენი ნახვა. როგორ მიდის საქმეები? საქმეები ისე მიდის, როგორც ყოველთვის. მყარად და ტრადიციულად, უპასუხა გიორგიმ. შენი ბებია ამბობს, რომ ევროპული იდეები ჩამოიტანე, ნინომ ჩანთიდან ლეპტოპი ამოიღო. დიახ, და მინდა ყველა თანამშრომელს ვაჩვენო. შეგვიძლია შეხვედრა მოვაწყოთ, გიორგიმ თვალები შეავიწროვა. ახლა სამზარეულოში საქმე მაქვს. სადილის მომზადება უნდა დავიწყო. ეს მხოლოდ 20 წუთი წაიღებს, გიორგი, თქვა ნინომ მტკიცედ. ეს მნიშვნელოვანია, გიორგიმ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. კარგი. სამზარეულოში შემოდი, ნინო, გიორგი, ანა და კიდევ 3 თანამშრომელი სამზარეულოში შეიკრიბნენ. ნინომ ლეპტოპი გახსნა და პრეზენტაცია დაიწყო. მოგესალმებით ყველას. როგორც იცით, 5 წელი პარიზში ვსწავლობდი რესტორნების მენეჯმენტს. ახლა დაუბრუნდი, რომ ჩვენი ოჯახის ბიზნესი ახალ სიმაღლეებზე ავიყვანო, ნინომ ლეპტოპის ეკრანზე რესტორნის ახალი დიზაინის ესკიზები აჩვენა. აი როგორ წარმომიდგენია მამულაშვილების სამზარეულოს მომავალი, ესკიზებზე ნაჩვენები იყო მინიმალისტური, თანამედროვე ინტერიერი, მეტი მინა, ნაკლები ხე, თანამედროვე განათება ტრადიციული ჭაღების ნაცვლად. ტრადიციული ქართული ორნამენტები შენარჩუნებული იყო, მაგრამ აბსტრაქტული ფორმით. მენიუც უნდა განვაახლოთ, განაგრძო ნინომ და ახალი კერძების ფოტოები აჩვენა. ეს არის ჩემი ხედვა ქართული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციისა. ფოტოებზე ნაჩვენები იყო მინიატურული ხინკლები განსხვავებული შიგთავსით, საცივი ახალი პრეზენტაციით, ჩახოხბილი, რომელიც უფრო მეტად ფრანგულ რაგუს ჰგავდა. ჩვენ ასევე უნდა შევქმნათ სპეციალური ღვინის მენიუ ევროპელი ტურისტებისთვის, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ ქართულ ღვინოსთან გამოცდილება. და დავამატოთ კოქტეილების ბარი ქართული არყით და ჩაჩით, ოფიციანტები და ანა გაოცებულები ჩანდნენ, თუმცა მათ თვალებში ინტერესიც იკითხებოდა.
გიორგის სახე კი უფრო და უფრო იღუშებოდა. და ბოლოს დაასრულა ნინომ უნდა გავხსნათ მცირე სასწავლო ცენტრი, სადაც ტურისტებს ვასწავლით ქართული კერძების მომზადებას. ეს ჩვენი დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს გიორგიმ ჩაახველა. ნინო, შენი ენთუზიაზმი გასაგებია, მაგრამ მგონი ვერ ხვდები, თუ რატომ მოდიან ადამიანები ჩვენს რესტორანში. ისინი აქ მოდიან ნამდვილი ავთენტური ქართული გამოცდილებისთვის, არა მინიატურული კერძებისთვის და თანამედროვე ინტერიერისთვის. ნინომ თვალები ვიწროდ შეკრა. გიორგი, პარიზში ვისწავლე, რომ რესტორნები უნდა განვითარდნენ, რომ გადარჩნენ. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ავთენტურობა და ამავდროულად ვიყოთ ინოვაციური. ეს აღარ იქნება ავთენტურობა, ნინო. ეს იქნება ქართული კულტურის კარიკატურა. კარიკატურა. ნინომ ხმა აუწია. მე ვცდილობ, რომ ეს რესტორანიც გესაუკუნეში გადავიყვანო, გიორგი. ეს რესტორანი ქართულ ტრადიციებს ემსახურება, ნინო. და ტრადიციები არ იცვლება ყოველ 5 წელიწადში, როგორც პარიზული მოდა. საკმარისია. ნინოს ხმა კიდევ უფრო აუწია. ეს ჩემი ოჯახის რესტორანია, გიორგი. ჩემი პაპის დაარსებული და ჩემი ბებიის მიერ ნაშენები. მე ვარ მამულაშვილი, არა შენ. ამ სიტყვებმა დარბაზში სიჩუმე ჩამოაგდო. გიორგის სახე გაფითრდა, მაგრამ მან თავი შეიკავა. სწორია, ნინო. შენ ხარ მამულაშვილი. მაგრამ შენ 5 წელი არ ყოფილხარ აქ. მე კი ყოველდღე ვმუშაობდი, რომ შენი პაპის და ბებიის ლეგაცია შემენარჩუნებინა. ნინომ სიტყვები პირზე მოიკვნიდა, მაგრამ ვიდრე რამეს უპასუხებდა, სამზარეულოს კარი გაიღო და თამარი შემოვიდა. რა ხდება აქ? იკითხა მან. თქვენი ხმები ქუჩაშიც ისმის. ბებო, მიუბრუნდა ნინო, გიორგი ჩემს იდეებს ეწინააღმდეგება. მე მხოლოდ რესტორნის გაუმჯობესება მინდა, თამარმა ღრმად ამოისუნთქა. ნინო, გიორგი, ჩემს ოფისში შემოდით. დანარჩენები გთხოვთ განაგრძეთ მუშაობა, თამარის პატარა ოფისში, რომელიც რესტორნის უკან მდებარეობდა, სამივენი მძიმე სიჩუმეში ისხდნენ. ასე არ შეიძლება, დაიწყო თამარმა. ჩვენ გუნდი ვართ. ოჯახი. და ოჯახებში ერთმანეთის აზრს ისმენენ. მაგრამ ბებო, შეეწინააღმდეგა ნინო, როგორ შეიძლება გავიზარდოთ, თუ არაფერს შევცვლით? და როგორ შეიძლება დავრჩეთ მამულაშვილების სამზარეულო, თუ ყველაფერს შევცვლით? დაამატა გიორგიმ. თამარმა ხელები ასწია. გეყოფათ. ორივეს გაქვთ საღი აზრები. ნინო, შენი მოდერნიზაციის იდეები საინტერესოა, მაგრამ ზედმეტად რადიკალურია. გიორგი, ტრადიციების შენარჩუნება მნიშვნელოვანია, მაგრამ ნინოს მართალია, დროთა განმავლობაში უნდა განვითარდეთ. ნინომ და გიორგიმ ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ არაფერი უთქვამთ, აი რას გთავაზობთ, განაგრძო თამარმა. ნინო, ერთი თვის განმავლობაში ისწავლე რესტორნის მუშაობა, ისეთი როგორიც არის. დაეხმარე ოფიციანტებს იმუშავე სამზარეულოში, გაიცანი ჩვენი მუდმივი სტუმრები. შემდეგ გიორგი, შენ მოусმინე ნინოს იდეებს და ერთად გადაწყვიტეთ, რომელი ცვლილებები იქნება სასარგებლო. ერთი თვე. იკითხა ნინომ გაოცებულმა. ბებო, დრო არ გვაქვს დასაკარგი. ეს რესტორანი 50 წელი არსებობს, ნინო უთხრა თამარმა მშვიდად. კიდევ ერთი თვე არაფერს დააშავებს, ნინო ჩაფიქრდა, შემდეგ თავი დაუქნია. კარგი. მართალი ხარ, ბებო. უნდა შევისწავლო, როგორ მუშაობს რესტორანი ახლა. გიორგი. თამარმა მზარეულს მიმართა. გიორგიმ ამოიოხრა. მე ყოველთვის მზად ვარ ვისწავლო ახალი რამ, ქალბატონო თამარ. მაგრამ პირობას ვერ მოგცემთ, რომ ყველა იდეას დავეთანხმები. არც გთხოვ ამას, გაუღიმა თამარმა. მხოლოდ გთხოვ, რომ გახსნილი იყოს სიახლეებისადმი, შეხვედრის შემდეგ, ნინო ანასთან ერთად მიმღებში იდგა. როგორ შეიძლება ასეთი ჯიუტი იყოს? ჩაიბუზღუნა ნინომ. ის ისე იქცევა, თითქოს ეს მისი რესტორანი იყოს, ან ამ მხრები აიჩეჩა. გიორგი ყოველთვის ასეთი იყო, ნინო. მაგრამ მას მართლა უყვარს ეს ადგილი და უყვარს შენი ბებია. მისთვის ეს მხოლოდ სამსახური არ არის. ვიცი, მაგრამ მაინც. შენ რას ფიქრობ ჩემს იდეებზე, ანა? გულწრფელად. ზოგიერთი ძალიან კარგია. გაკვეთილები ტურისტებისთვის განსაკუთრებით მომეწონა. მაგრამ ინტერიერის სრული შეცვლა? არ ვიცი, ნინო. ხალხს მოსწონს ეს ხის მაგიდები და ქართული ხალიჩები, ნინომ ამოიოხრა.
კარგი, შეიძლება ინტერიერის შეცვლა ცოტა რადიკალურია. მაგრამ მენიუ ნამდვილად განახლებას საჭიროებს. ამ დროს კარი გაიღო და ლევან ბერიძე შემოვიდა. ის ელეგანტურად გამოიყურებოდა მუქი ლურჯი კოსტიუმით. ლევან. შესწახა ნინომ და მეგობარს გადაეხვია. ნინო, გაიღიმა ლევანმა. როგორც დავპირდი, მოვედი. მზად ხარ თბილისის დასათვალიერებლად. ახლა. მაგრამ ჯერ რესტორანში უნდა დავრჩე. წადი, ნინო, ჩაირია ანა, მე და გიორგი მივხედავთ ყველაფერს. ხვალიდან დაიწყებ მუშაობას, ნინო დაფიქრდა, შემდეგ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. კარგი. მართლაც მინდა ვნახო, რა შეიცვალა ჩემი წასვლის შემდეგ. ლევანი და ნინო ქუჩაში გავიდნენ. მზე ანათებდა და თბილისი თავის ყველაფერში იშლებოდა. საით წავიდეთ? იკითხა ნინომ. მაქვს იდეა, გაიღიმა ლევანმა. მინდა გაჩვენო რაღაც, რამაც შეიძლება შენი აზრი შეცვალოს ძველისა და ახლის ურთიერთობაზე. ლევანმა ნინო ფაბრიკაში წაიყვანა, ძველ ინდუსტრიულ შენობაში, რომელიც ახლა კულტურულ ცენტრად იყო გადაკეთებული, სადაც თანამედროვე ხელოვნება, დიზაინი და გასტრონომია ერთმანეთს ერწყმოდა. ეს არის ადგილი, სადაც ძველი და ახალი ჰარმონიულად თანაარსებობს, აუხსნა ლევანმა. შეიძლება ეს დაგეხმაროს შენი რესტორნის მომავლის დანახვაში. ნინომ ფაბრიკას თვალი მოავლო და ღრმად ჩაფიქრდა. იქნებ მართლაც არსებობდა გზა, რომლითაც ტრადიციას და ინოვაციას შეეძლოთ თანაარსებობა, ფაბრიკას დათვალიერება ნინოს თვალსაჩინო გაუფართოვა. იქ ნანახი სივრცეები, სადაც ძველი ინდუსტრიული არქიტექტურა თანამედროვე დიზაინს შერწყმოდა, მის გონებაში ახალ იდეებს აღძრავდა. ლევანმა მას აჩვენა, თუ როგორ შეიძლებოდა ტრადიციული ელემენტების შენარჩუნება და ამავდროულად სიახლის შეტანა. ხედავ, ეს კედელი ძველი აგურისაა, მაგრამ მასზე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი, აუხსნა ლევანმა. შენი რესტორანიც შეიძლება ასეთი იყოს, შეინარჩუნო რაც ღირებულია, მაგრამ შემატო ახალი, ნინო დაფიქრდა. ლევან, შენ მართალი ხარ. იქნებ ზედმეტად რადიკალურად მივუდექი ცვლილებებს. ეს გასაგებია, გაუღიმა ლევანმა. შენ ახალი ცოდნით დაბრუნდი და გინდა მისი გამოყენება. მაგრამ ხანდახან საუკეთესო ცვლილებები თანდათანობით ხდება. მათ დღის დანარჩენი ნაწილი თბილისის ქუჩებში სეირნობით გაატარეს. ლევანმა ნინოს აჩვენა, როგორ შეიცვალა ქალაქი ბოლო წლებში, ახალი შენობები, რომლებიც ტრადიციულ არქიტექტურას პატივს სცემდნენ, მაგრამ თანამედროვე ელემენტებსაც მოიცავდნენ, ძველი უბნები, რომლებიც ახალი სიცოცხლით იყო სავსე. საღამოს, როდესაც მზე ჩადიოდა და თბილისი ნელ-ნელა ინთებოდა, ლევანმა ნინომ მტკვრის სანაპიროზე მიიყვანა, საიდანაც ქალაქის პანორამული ხედი იშლებოდა. ნინო, დაიწყო ლევანმა, როდესაც ისინი პარაპეტთან იდგნენ, რა იცი შენი ოჯახის ისტორიის შესახებ? მამა შენის შესახებ, ნინო გაოცდა კითხვით. არც ისე ბევრი, სიმართლე გითხრა. ბებია იშვიათად საუბრობს მამა ჩემზე. ვიცი, რომ ის ავტოავარიაში დაიღუპა, როდესაც მე ძალიან პატარა ვიყავი. რატომ მეკითხები? ლევანმა ამოიოხრა. უბრალოდ მაინტერესებს, იცი თუ არა, როგორ დაიწყო ყველაფერი, რესტორანი, შენი ოჯახის ბიზნესი. ეს შეიძლება დაგეხმაროს იმის გაგებაში, თუ რას ნიშნავს მამულაშვილების სამზარეულო ადამიანებისთვის. ნინომ თავი გადააქნია. ბებიამ ერთხელ მითხრა, რომ პაპაჩემმა გიორგიმ რესტორანი გახსნა ომის შემდეგ. მაგრამ დეტალები არ ვიცი. მგონი დროა გაიგო, თქვა ლევანმა. ეს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს შენი გადაწყვეტილებებისთვის. იმ საღამოს, როდესაც ნინო ბებიასთან დაბრუნდა, თამარი სამზარეულოში იჯდა და ძველ ფოტოალბომს ათვალიერებდა. ბებო, ნინომ ფრთხილად მიმართა. თამარმა თავი ასწია და გაიღიმა. ნინო, ჩემო გოგო. როგორ გაატარე დღე ლევანთან ერთად? კარგად, ბებო. მან ბევრი რამ მაჩვენა. და ბევრი რამ მაფიქრებინა. ნინო ბებიას გვერდით დაჯდა და ალბომში დაიხედა. რას ათვალიერებ? ძველ მოგონებებს, უპასუხა თამარმა და ფოტოზე მიუთითას, სადაც ახალგაზრდა კაცი იდგა რესტორნის შესასვლელთან. ეს შენი პაპა, გიორგი, რესტორნის გახსნის დღეს. ნინო დააკვირდა ფოტოს. ეს იყო შავ-თეთრი სურათი, მაგრამ ადამიანის თვალებში სიცოცხლე და ენთუზიაზმი ჩანდა. მომიყევი მასზე, ბებო. და რესტორანზე. როგორ დაიწყო ყველაფერი? თამარმა ღრმად ამოისუნთქა. შენი პაპა მზარეული იყო ჯარში ომის დროს. ის ამბობდა, რომ მძიმე დროს საჭმელი ადამიანებს სიცოცხლისკენ აბრუნებსო. ომის შემდეგ მას სურდა ადგილი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ შეკრება, კარგი საჭმლის მირთმევა და სიცოცხლის დაფასება. მამულაშვილების სამზარეულო, ჩაილაპარაკა ნინომ.
დიახ. თავდაპირველად ეს იყო პატარა კაფე, მხოლოდ რამდენიმე მაგიდით. შენი პაპა თვითონ ამზადებდა ყველაფერს, მე კი ოფიციანტი ვიყავი. ნელ-ნელა გავიზარდეთ, ადამიანებმა დაიწყეს ჩვენი რეკომენდება, ტურისტები მოდიოდნენ. თამარმა კიდევ ერთი ფოტო აჩვენა, ახალგაზრდა კაცი ძალიან ჰგავდა ნინოს, რესტორნის სამზარეულოში იდგა. ეს შენი მამა, ლევანი. მას უყვარდა რესტორანი. სწორედ მან გააფართოვა ბიზნესი და მეორე სართული დაამატა, ნინოს თვალები აუწყლიანდა. ის როგორი იყო? შენ გგავდა სავსე იდეებით, ენერგიით. მაგრამ მას ასევე ღრმად ესმოდა ტრადიციების მნიშვნელობა. მას სურდა რესტორნის განვითარება, მაგრამ ისე, რომ არ დაგვეკარგა ჩვენი არსი. ავარია როგორ მოხდა? იკითხა ნინომ ჩუმად. თამარს სახე მოეღუშა. ის მთაში მიდიოდა, სოკოს შესაგროვებლად. ჩვენ იმ პერიოდში ვმუშაობდით ახალ სეზონურ მენიუზე, მას კი უნდოდა განსაკუთრებული ინგრედიენტები. გზასველი იყო წვიმის შემდეგ. თამარმა ხელით თვალები დაიფარა. გიორგი კვინიკაძე, ჩვენი მთავარი მზარეული, მაშინ ახალი მოსული იყო რესტორანში. ის შენი მამის პროტეჟე იყო. ლევანის შემდეგ გიორგი გახდა რესტორნის სული. მან შეინარჩუნა ლევანის ხედვა და პრინციპები, ნინო გაშეშდა. გიორგი მამა ჩემის პროტეჟე იყო? ამას არასდროს მეუბნებოდი. ვიცი და ბოდიშს გიხდი ამისთვის. ძალიან მტკივნეული იყო ლევანზე საუბარი. და ვფიქრობდი, რომ შენ და გიორგი უკეთ შეძლებდით თანამშრომლობას, თუ ამ ისტორიის გარეშე დაიწყებდით ურთიერთობას, ნინო ჩაფიქრდა. ახლა უკეთ ესმოდა გიორგის წინააღმდეგობა ცვლილებებისადმი. მისთვის ეს იყო არა მხოლოდ რესტორნის, არამედ ნინოს მამის მემკვიდრეობის დაცვა. ბებო, გიორგი და მამა ახლოს იყვნენ. ძალიან. გიორგი ობოლი იყო, ლევანი კი მისი მენტორი გახდა. ლევანმა ასწავლა მას ყველაფერი, რაც იცოდა კულინარიის შესახებ. მათ ერთად შექმნეს ბევრი რეცეპტი, რომელიც დღესაც ჩვენს მენიუშია. ნინომ ჩაიჩურჩულა, ამიტომაც ფიქრობს, რომ რესტორანი მისიცაა. გარკვეულწილად ასეცაა, თქვა თამარმა მშვიდად. გიორგი 15 წელია აქ მუშაობს. მან ცხოვრება მიუძღვნა ამ ადგილს. ნინო წამოდგა და ოთახში გაიარგა, მოიარა, ფიქრებში ჩაძირული. ბებო, საიდან გაჩნდა ჩვენი ოჯახის გვარი, მამულაშვილი? ეს ძველი ისტორიაა, გაიგიმა თამარმა. შენი დიდი ბაბუა ლადო მამულაშვილი, კახეთიდან იყო, ღვინის მწარმოებელი ოჯახიდან. მისი სახელი მოდის სიტყვიდან მამულის მიწას, სამშობლო. მამულაშვილი ნიშნავს სამშობლოს შვილს, ადამიანს, რომელიც ერთგულია თავისი ფესვების, ნინო ჩაფიქრდა. სამშობლოს შვილი. და ჩვენი რესტორანი, მამულაშვილების სამზარეულო, ეს არის ადგილი, სადაც ინახება ტრადიციები, მამულის გემო. სწორედ ასე დაუდასტურა თამარმა. შენი პაპა ამაყობდა ამ სახელით და მისი მნიშვნელობით, იმ ღამით, ნინომ ძილი ვერ მოჰგვარა. ის ფიქრობდა თავის ოჯახზე, წარსულზე, რომელიც არ იცოდა და მომავალზე, რომლის შექმნაც სურდა. მამამისი ლევანი, რომელიც არასდროს ახსოვდა, ახლა ახალი შუქით წარმოუდგა. და გიორგი კვინიკაძე, რომელსაც ის მხოლოდ ჯიუტ მზარეულად აღიქონდა, უცებ უფრო რთული პიროვნება აღმოჩნდა, ადამიანი, რომელიც იცავდა მისი მამის მემკვიდრეობას. მეორე დღეს, დილით ადრე, ნინო რესტორანში მივიდა. ის პირველი იყო. მან გახსნა დიდი მძიმე კარი და შევიდა ცარიელ დარბაზში. დილის მზის შუქი ფანჯრებიდან იჭრებოდა და ხის ძველი იატაკს ატბობდა. ნინომ ნელა მოიარა დარბაზი, თითებით შეეხოხის მაგიდებს, შეისუნთქა ჰაერი, რომელშიც ჯერ კიდევ იგრძნობოდა წინა საღამოს კერძების სურნელი. უცებ მან შენიშნა რაღაც, რასაც ადრე ყურადღება არ მიუქცევია, ძველი ფოტოები კედელზე. ეს იყო შავთეთრი სურათები, რომლებზეც ასახული იყო რესტორნის ისტორია, გახსნის დღე, პირველი სტუმრები, მნიშვნელოვანი მომენტები. ერთ-ერთ ფოტოზე ახალგაზრდა კაცი იდგა ბიჭთან ერთად სამზარეულოში. ნინო მიხვდა, რომ ეს იყო მისი მამა და გიორგი. ადრე მოსულ ხარ, გაისმა ხმამის უკან. ნინო შემობრუნდა და დაინახა გიორგი, რომელიც კარში იდგა, მისი ტრადიციული თეთრი მზარეულის ფორმით. მინდოდა ყველაფერი ახლიდან დამენახა, უპასუხა ნინომ. ეს ფოტო. ეს შენ და მამა ჩემი ხართ, არა? გიორგი ნელა მიუახლოვდა და ფოტოს დახედა. დიახ. ეს გადაღებულია ჩემი აქ მუშაობის პირველ დღეს. ლევანმა ახალი კერძი შექმნა იმ დღეს, ბატკნის ხორცინადუღით და მაყვლის соусით. ეს ახლა ჩვენი მენიუს ნაწილია. ბებიამ მითხრა, რომ მამა ჩემმა გასწავლა ყველაფერი, თქვა ნინომ. გიორგიმ თავი დაუქნია.
ლევანი განსაკუთრებული ადამიანი იყო. მას ჰქონდა იშვიათი ნიჭი, იცოდა, როგორ შეენარჩუნებინა ტრადიციული გემო და ამავდროულად შეექმნა რაღაც ახალი. ის ინოვატორი იყო, მაგრამ ისეთი, რომელიც პატივს სცემდა წარსულს. ნინომ გიორგის შეხედა, თითქოს პირველად ხედავდა მას. როგორც შენ, გიორგი გაჩუნდა, შემდეგ ნელა თქვა, მე ვცდილობ ისეთი, როგორიც ის იყო. მაგრამ მაინც მის ჩრდილში ვრჩები. რატომ არავინ მიამბო ეს ადრე? რატომ არ ვიცოდი, რომ შენ და მამა ჩემი? არ ვიცი. შეიძლება თამარს ეგონა, რომ შენთვის ძალიან მტკივნეული იქნებოდა. ან შეიძლება ფიქრობდა, რომ შენ და მე თავიდან უნდა დაგვეწყო. წარსულის გარეშე ნინო კედელთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა, გუშინ ლევანთან ერთად ვნახე ადგილები, სადაც ძველი და ახალი ერთად არსებობს. და ახლა ვფიქრობ, რომ შეიძლება ძალიან რადიკალური ვიყავი ჩემს იდეებში. გიორგიმ გაიღიმა, პირველად მას შემდეგ, რაც ნინო დაბრუნდა. მაშინ შეიძლება მეც ძალიან ჯიუტი ვიყავი. ზოგიერთი შენი იდეა შეიძლება მართლაც კარგია. ნამდვილად. ნინომ თავი ასწია. განსაკუთრებით მომეწონა იდეა, ასწავლო ადამიანებს ქართული კერძების მომზადება. ლევანსაც მოეწონებოდა ეს აზრი, ნინო წამოდგა. გიორგი, მაჩვენე რესტორანი. ყველაფერი. მინდა ვისწავლო, როგორ მუშაობს ის ახლა, სანამ ცვლილებებზე ვიფიქრებ. გიორგიმ თავი დაუქნია. კარგი. დავიწყოთ სამზარეულოდან. იქიდან საიდანაც ყველაფერი იწყება, შემდეგი რამდენიმე საათის განმავლობაში გიორგიმ ნინოს აჩვენა რესტორნის ყველა კუთხე-კუნჭული, სამზარეულო, მარანი, საწყობი, მეორე სართულის დარბაზი. მან აუხსნა, როგორ მუშაობდა ყველაფერი, რა გამოწვევები ჰქონდათ, რა ძლიერი მხარეები. საწყობის მართვა ერთ-ერთი ჩვენი პრობლემაა, ახსნა გიორგიმ. ზოგჯერ ვკარგავთ პროდუქტებს, რადგან არ გვაქვს კარგი აღრიცხვის სისტემა. ამ საკითხში შემიძლია დაგეხმარო, შესთავაზა ნინომ. ვისწავლე ინვენტარის მართვის თანამედროვე მეთოდები. ეს შეგვიძლია უკვე ხვალიდან დავიწყოთ. ეს კარგი იქნება, დაეთანხმა გიორგი. კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს ღვინის ჩამოსხმასთან დაკავშირებით. ხანდახან ბოთლები არასწორად არის დალუქული და ღვინო ფუჭდება, ასე, ნაბიჯ. ნინო და გიორგი საუბრობდნენ რესტორნის ყოველდღიურ საკითხებზე. ნინო მიხვდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა თეორიული ცოდნა, გიორგის ჰქონდა პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. დღის ბოლოს, როდესაც რესტორანი უკვე სტუმრებით იყო სავსე, ნინო სამზარეულოში იდგა და აკვირდებოდა, როგორ მუშაობდა გიორგი. მისი მოძრაობები იყო ზუსტი და დარწმუნებული, მის თვალებში ჩანდავნება, როდესაც ის კერძებს ამზადებდა. რატომ გახდი მზარეული, გიორგი? ჰკითხა ნინომ, როდესაც ცოტა წყნარი მომენტი დადგა. გიორგიმ ხელები გაიწმინდა და ნინოს შეხედა. ბავშვობაში ობოლთა სახლში ვიზრდებოდი. საჭმელი იქ ყოველთვის პრობლემა იყო, არა იმიტომ, რომ არ გქონდა, არამედ იმიტომ, რომ არ იყო გემრიელი. ერთხელ, როდესაც პატარა ვიყავი, ერთმა აღმზრდელმა ნამცხვარი გამომიცხო დაბადების დღეზე. ეს იყო პირველი ჯერი, როდესაც ვიგრძენი, რომ საჭმელს შეუძლია გაგახაროს, გაგათბოს. იმ დღეს გადავწყვიტე, რომ მზარეული გავხდებოდი. ნინო ჩუმად უსმენდა, გრძნობდა, რომ გიორგი რაღაც პირაც უზიარებდა. როდესაც შენი მამა შემხვდა, განაგრძო გიორგიმ, მან დამინახა არა როგორც ობოლი ბიჭი, არამედ როგორც პოტენციური მზარეული. მან მომცა შანსი ასწავლა, მიმიღო ამ რესტორანში. აქ მე ოჯახი ვიპოვე, ნინომ გაიაზრა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს რესტორანი გიორგისთვის. ეს არ იყო მხოლოდ სამსახური, ეს იყო მისი იდენტობის ნაწილი, მისი ოჯახი. მესმის, ჩაილაპარაკა ნინომ. ამიტომ გინდა ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის, გიორგიმ თავი გააქნია. არა, არ მინდა, რომ ყველაფერი უცვლელი დარჩეს. მინდა, რომ რესტორანი განვითარდეს, მაგრამ ისე, რომ არ დაკარგოს თავისი სული. ლევანი ყოველთვის ამბობდა, რომ ტრადიცია ცოცხალი რამ არის, ის იზრდება და იცვლება, მაგრამ ინარჩუნებს თავის არსს. ნინოს თვალები აუწყლიანდა. მამა ჩემი ასე ამბობდა. დიახ. და მე ვცდილობ ამ პრინციპით ვიცხოვრო, იმ საღამოს სამზარეულოში დგომისას, ნინო მიგრძნო, რომ გიორგისთან რაღაც შეიცვალა. ნდობა ჩნდებოდა მათ შორის ურთიერთგაგება. ორივემ გადადგა ნაბიჯი ერთმანეთისკენ. როდესაც რესტორანი დაიხურა და ყველა წავიდა, ნინო სამზარეულოში დარჩა. მან აიღო დანა, დაფა და დაიწყო ბოსტნეულის დაჭრა. გიორგი, რომელიც უკვე წასასვლელად ემზადებოდა, გაჩერდა. რა საკეთებ? ჰკითხა მან. მინდა რაღაც გაჩვენო, უპასუხა ნინომ. ერთი რეცეპტი, რომელიც პარიზში ვისწავლე.
მაგრამ ქართული ელემენტებით გიორგი დაინტერესდა და ნინოს გვერდით დადგა. კარგი, მაჩვენე. დასრულებისას ნინომ გიორგის შესთავაზა დააგემოვნოს მის მიერ მომზადებული კერძი, ქართული მწვანილით და სუნელებით გამდიდრებული ფრანგული რავიოლი. გიორგიმ ერთი ლუკმა გასინჯა და თვალები დახუჭა, გემოსახსაქმელად როგორია? იკითხა ნინომ მღელვარებით. გიორგიმ თვალები გაახილა და გაიღიმა. საინტერესოა. უცნაური, მაგრამ კარგი გემოა. საოცარია, როგორ ერწყმის ფრანგული და ქართული გემოები, ნინომ ამოისუნთქა. ასე მინდა ვმუშაობდე, გიორგი. არ მინდა წარსულის განადგურება, მინდა მასზე აშენება. შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, გიორგიმ ნინოს შეხედა და თავი დაუქნია. შეგვიძლია ვცადოთ, ნინო მამულაშვილი. შეგვიძლია ვცადოთ, მომდევნო კვირების განმავლობაში ნინოსა და გიორგის შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობეს და ისინი ერთად მუშაობდნენ, ერთად სწავლობდნენ. ნინომ გაიგო რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების შესახებ, გიორგიმ კი მიიღო ახალი იდეები და მეთოდები, რომლებიც ნინომ საფრანგეთიდან ჩამოიტანა. ერთ მშვენიერ დილას, როდესაც რესტორანი ჯერ არ იყო გახსნილი, ნინო, გიორგი და თამარი სამზარეულოში ისხდნენ და ახალ მენიუზე მსჯელობდნენ. კარგი, აი ჩემი იდეა, დაიწყო ნინომ და მაგიდაზე ფურცლები გაშალა. ნაცვლად იმისა, რომ მთლიანად შევცვალოთ მენიუ, შეგვიძლია დავამატოთ სპეციალური განყოფილება, თანამედროვე ქართული კერძები. ტრადიციული მენიუ რჩება უცვლელი, მაგრამ დამატებით შევთავაზებთ ინოვაციურ ვარიანტებს, გიორგი დაფიქრდა. ეს კარგი კომპრომისია. რომელ კერძებს შეცვლიდი? უპირველესად ხინკალს. შემიძლია გაჩვენო, როგორ გავაკეთოთ ისინი უფრო რაფინირებული, მცირე ზომის, განსხვავებული შიგთავსით, ბატკნის ხორცით, მაყრის соусით, თევზით და ზღვის პროდუქტებით. გიორგის თვალები გაუბრწყინდა. ეს ხომ შენი მამის რეცეპტის გადამუშავება, ბატკნის ხორცი მაყრის соусით, ნინომ თავი დაუქნია. დიახ. მინდოდა მისი გემო შემენარჩუნებინა, მაგრამ ახალი ფორმით წარმომედგინა, თამარი ღიმილით უსმენდა საუბარს. საოცარია, როგორ შეიცვალა ყველაფერი ერთ თვეში. ახლა თქვენ ერთად მუშაობთ. და ინვენტარის მართვის ახალი სისტემა, რომელიც ნინომ შემოიღო, უკვე მუშაობს და ამატა გიორგიმ. წინა თვესთან შედარებით 15 ით ნაკლები პროდუქტი გავფუჭეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, გაიღიმა ნინომ. მაქვს იდეა სასწავლო ცენტრის შესახებაც. წარმოიდგინეთ, რომ ტურისტები და ადგილობრივები მოდიან, რათა ისწავლონ ტრადიციული ქართული კერძების მომზადება. ეს შეიძლება იყოს დამატებითი შემოსავლის წყარო და ამავე დროს ჩვენი კულტურის პოპულარიზაციის საშუალება. ეს მართლაც კარგი იდეა, დაეთანხმა თამარი. ბევრი უცხოელი მეკითხება ხოლმე რეცეპტებს. მაგრამ სად მოვაწყობთ ამ სასწავლო ცენტრს? იკითხა გიორგიმ. ჩვენი სამზარეულო საკმარისად დიდი არაა, ნინო ფანჯარასთან მივიდა და ეზოს გახედა. იქ, უკანა ეზოში. შეგვიძლია პატარა მინაშენი გავაკეთოთ. ლევანს შეუძლია დაგვეხმაროს პროექტის შექმნაში, ის ხომ არქიტექტორია. ეს დიდი ინვესტიცია იქნება, შეშფოთდა თამარი. მაგრამ ღირებული დააზუსტა ნინომ. გამოვიანგარიშე, რომ თუ კვირაში 3 მასტერკლასს ჩავატარებთ, ინვესტიცია 1 წელში ამოვა, სანამ მათი განხილვა გაგრძელდებოდა, კარზე კაკუნი გაისმა. ეს ლევანი იყო, ხელში რამდენიმე ფურცლით. გამარჯობა ყველას, მიესალმა ის. ნინომ თხოვა შემომევლო. მითხრა, რომ რაღაც პროექტზე ფიქრობთ. ლევან, ზუსტად შენზე ვსაუბრობდით. გაიხარა ნინომ. გვინდა სასწავლო ცენტრის მოწყობა უკანა ეზოში. შეგიძლია დაგვეხმარო პროექტირებაში, ლევანმა ფურცლები გაშალა. უკვე დავიწყე ფიქრი. აი რამდენიმე წინასწარი ესკიზი, ყველა ესკიზებს დააკვირდა. ლევანს წარმოედგინა მინის და ხის კონსტრუქცია, რომელიც ჰარმონიულად ერწყმოდა ძველ შენობას, მაგრამ ამავე დროს თანამედროვე იერსახე ჰქონდა. ეს შესანიშნავია. აღფრთოვანდა ნინო. ზუსტად ასე წარმომედგინა. მომწონს, როგორ შეინარჩუნე არსებული შენობის სტილი, მაგრამ ამავე დროს თანამედროვე ელემენტები შემოიტანე, შენიშნა გიორგიმ, ზუსტად ეს იყო ჩემი მიზანი, დაეთანხმა ლევანი. ჩემი აზრით, არქიტექტურაში, ისევე როგორც კულინარიაში, მნიშვნელოვანია წარსულისა და აწმყოს დაბალანსება. სწორედ ამაზე ვმუშაობთ ჩვენს, გაიღიმა ნინომ და გიორგის გადახედა. ვცდილობთ ვიპოვოთ ბალანსი ტრადიციასა და ინოვაციას შორის. და როგორ მიდის საქმე?
დაინტერესდა ლევანი. უკეთ ვიდრე მეგონა, აღიარა ნინომ. აღმოჩნდა, რომ გიორგის ბევრი კარგი იდეა აქვს, მეც ვცდილობ უფრო გახსნილი ვიყო ტრადიციული მიდგომების მიმართ. ეს ძალიან კარგია, გაიღიმა ლევანმა. სხვათა შორის, კიდევ ერთი იდეა მაქვს. ვიცი, რომ რესტორნის მეორე სართულზე არის პატარა ოთახი, რომელსაც დიდად არ იყენებთ. რატომ არ გადავაკეთოთ ის პატარა ღვინის ბარად? შეგვიძლია შევქმნათ ინტიმური სივრცე, სადაც სტუმრები ქართულ ღვინოებს დააგემოვნებენ. ღვინის ბარი? დაინტერესდა გიორგი. ეს კარგი იდეაა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე იშვიათი ღვინო მარანში, რომელსაც იშვიათად ვთავაზობთ სტუმრებს. და შეგვიძლია შევქმნათ სპეციალური მენიუ ღვინისთვის, პატარა საუზმეები, რომლებიც ხაზს გაუსვამს ღვინის გემოს, დაამატა ნინომ. თამარი ჩაფიქრდა. ამ ყველაფრის განხორციელება დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. არ ვიცი, გვაქვს თუ არა საკმარისი ბიუჯეტი. ამაზეც ვიფიქრე, თქვა ნინომ და თავისი ლეპტოპი გახსნა. შევადგინე ბიზნეს გეგმა. თუ საფეხურებად განვახორციელებთ ცვლილებებს, შეგვიძლია ხარჯები გავანაწილოთ. პირველად დავიწყოთ მენიუს განახლებით და სასწავლო კურსებით, ეს მინიმალურ ინვესტიციას მოითხოვს. შემდეგ, როდესაც დამატებითი შემოსავალი გვექნება, შეგვიძლია ღვინის ბარი მოვაწყოთ და ბოლოს სასწავლო ცენტრის მინაშენი ავაშენოთ. გიორგი ბიზნეს გეგმას დააკვირდა. ეს გონივრულად ჟღერს. მომწონს, რომ თანდათანობით ვიმოძრავებთ. მეც ვეთანხმები, თქვა თამარმა. ასე რისკებიც ნაკლები იქნება. კარგი, მაშინ დავიწყოთ პირველი ეტაპით, შეაჯამა ნინომ. მენიუს განახლება და სასწავლო კურსები. გიორგი, შეგვიძლია ამ კვირაში დავიწყოთ ახალი რეცეპტების შემუშავება. რა თქმა უნდა, დაეთანხმა გიორგი. მაქვს რამდენიმე იდეა, რომელიც მინდა გაგიზიარო. ტრადიციული ტკბილეული თანამედროვე პრეზენტაციით. შესანიშნავია. აღფრთოვანდა ნინო. ლევან, შენ შეგიძლია დაგვეხმარო ღვინის ბარის ესკიზების შექმნაში. მინდა რომ მზად გქონდეს, როდესაც იმ ეტაპზე გადავალთ. სიამოვნებით, დაეთანხმა ლევანი. ამ კვირის ბოლოს მოგიტან პირველ ესკიზებს, ამ დროს ანა შემოვიდა ხელში ტელეფონით. ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ზარი გვაქვს. ტურისტთა ჯგუფი კითხულობს, შეუძლიათ თუ არა დაჯავშნან მაგი და 20 კაცისთვის მომავალ კვირას. ასევე აინტერესებთ ვატარებთ თუ არა მასტერკლასებს ქართულ სამზარეულოზე. ნინომ, გიორგიმ და თამარმა ერთმანეთს გადახედეს. როგორც ჩანს, სწორ გზაზე ვდგავართ, გაიღიმა თამარმა. ანა უთხარი, რომ მაგი და შეუძლიათ დაჯავშნან. ხოლო მასტერკლასებს. რას ვიტყვით? ვცადოთ? რატომაც არა? დაეთანხმა გიორგი. შეგვიძლია სამზარეულოში მოვამზადოთ სივრცე. ეს იქნება კარგი საშუალება გავტესტოთ ჩვენი იდეა, სანამ ცალკე სივრცეს მოვაწყობთ. შესანიშნავია. აღფრთოვანდა ნინო. ანა უთხარი, რომ ჩვენ ვატარებთ მასტერკლასებს და შეგვიძლია მათთვის სპეციალური პროგრამა შევადგინოთ. ანა გავიდა, რომ ზარს უპასუხოს და ოთახში აღფრთოვანებული ატმოსფერო დარჩა. ასე ყველაფერი სწრაფად ვითარდება, თქვა თამარმა. არ მეგონა, თუ ასე მალე დავიწყებდით. ზოგჯერ შესაძლებლობები თვითონ მოდის ჩვენთან, გაიღიმა ლევანმა. თავარია, მზად ვიყოთ მათ მისაღებად, მომდევნო რამდენიმე დღე რესტორანში ინტენსიური მუშაობით გაიარა. ნინო და გიორგი ერთად ქმნიდნენ ახალ რეცეპტებს, ატარებდნენ ექსპერიმენტებს. თამარი ეხმარებოდა მათ გემოს შეფასებაში და რჩევებს აძლევდა. ლევანი ხშირად შემოდიოდა, რომ ეჩვენებინა ახალი ესკიზები ღვინის ბარისთვის და სასწავლო ცენტრისთვის. ერთ საღამოს, როდესაც რესტორანი უკვე დაკეტილი იყო, ნინო და გიორგი ჯერ კიდევ სამზარეულოში მუშაობდნენ. მათ შექმნეს ახალი კერძი, ჩურჩხელის მუსი შავი ქლიავის ჯემით, რომელიც ტრადიციული ჩურჩხელის თანამედროვე ინტერპრეტაცია იყო. გემრიელია, შეაფასა გიორგიმ. მაგრამ მგონი მეტი ნიგოზი სჭირდება. შეიძლება დაეთანხმა ნინო. ან ცოტა თაფლი დავამატოთ, გემოს გასამდიდრებლად, სანამ ისინი განიხილავდნენ, კარი გაიღო და დავით ცხადაძე შემოვიდა, ბიზნესმენი, რომელიც ცნობილი იყო თავისი უძრავი ქონების პროექტებით. აქ არავინაა. იკითხა მან. ბატონო დავით, მიესალმა გიორგი. რესტორანი უკვე დაკეტილია. ვიცი, მაგრამ ნახე, რომ შუქიანთია და ვიფიქრე, რომ შემოვივლიდი. თამარი აქაა. ბებია უკვე წავიდა, უპასუხა ნინო. მე ნინო ვარ, მისი შვილი. ნინო, გაიღიმა დავითმა.
თამარი ხშირად საუბრობს შენზე. გამარჯობა, მე დავით ცხადაძე ვარ, ძველი მეგობარი, ნინომ ხელი ჩამოართვა. სასიამოვნოა გაცნობა. რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, დავითმა ირგვლივ მიმოიხედა. სიმართლე რომ გითხრა, საქმეზე მოვედი. გავიგე, რომ რესტორნის გაფართოებას გეგმავთ, ნინო და გიორგი გაოცდნენ. საიდან გაიგეთ? იკითხა გიორგიმ. თბილისი პატარა ქალაქია, გიორგი, გაიცინა დავითმა. ჩემი კომპანია სპეციალიზდება ისტორიული შენობების რეკონსტრუქციაზე. მინდოდა შემეთავაზებინა ჩემი მომსახურება. ეს საინტერესოა, თქვა ნინომ. მაგრამ ჯერ მხოლოდ დაგეგმვის ეტაპზე ვართ. ჩვენი მეგობარი ლევან ბერიძე, არქიტექტორი, გვეხმარება პროექტირებაში. ლევანი? ვიცნობ მას, კარგი სპეციალისტია, თავი დაუქნია დავითმა. მაგრამ პროექტის განხორციელებისთვის გჭირდებათ კომპანია, რომელსაც აქვს გამოცდილება ისტორიულ უბანში მშენებლობის. ეს რთული პროცესია, ბევრი ნებართვა და შეთანხმება სჭირდება. ეს მართალია, დაეთანხმა ნინო. ალბათ მოგვიწევს კონსულტაციის მიღება. მეტიც, განაგრძო დავითმა, მაქვს შემოთავაზება. ჩემი კომპანია მზადაა ინვესტიცია ჩადოს თქვენს პროექტში. ჩვენ დავაფინანსებთ მშენებლობას და გაფართოებას, სანაცვლოდ კი გვინდა გახდეთ პარტნიორები. პარტნიორები? იკითხა გიორგიმ. დიახ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მამულაშვილების სამზარეულოს აქვს დიდი პოტენციალი. შეგვიძლია გავხსნათ ფილიალები სხვა ქალაქებში, შევქმნათ ფრენჩაიზინგის სისტემა. ნინო და გიორგი გაოცებული უსმენდნენ. დავითის შემოთავაზება უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე მათ წარმოედგინათ. ეს დიდი შემოთავაზებაა, თქვა ნინომ ფრთხილად. მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვართ მზად ასეთი ნაბიჯისთვის. და გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ ბებია ჩემთან კონსულტაციის გარეშე. რა თქმა უნდა, დაეთანხმა დავითი. აი ჩემი ბარათი. როდესაც მზად იქნებით სასაუბროდ, დამირეკეთ. მაგრამ ნუ დააყოვნებთ ძალიან დიდხანს, ასეთი შესაძლებლობები იშვიათად ჩნდება. დავითის წასვლის შემდეგ ნინო და გიორგი ჩაფიქრებულები დარჩნენ. რას ფიქრობ? ჰკითხა ნინომ გიორგის. არ ვიცი, ამოიოხრა გიორგიმ. ეს დიდი შესაძლებლობაა, მაგრამ მამულაშვილების სამზარეულო ყოველთვის ოჯახური ბიზნესი იყო. ფრენჩაიზინგი. ეს სრულიად სხვა რამეა. ვეთანხმები, თავი დაუქნია ნინომ. მე მინდა რესტორნის განვითარება, მაგრამ არ მინდა მისი არსის დაკარგვა. ვფიქრობ, ბებიას უნდა მოუყვეთ ამის შესახებ. აუცილებლად, დაეთანხმა გიორგი. და ლევანსაც. მას აქვს გამოცდილება ბიზნესში, შეიძლება კარგი რჩევა მოგცეს იმავე საღამოს. ნინომ დავითის ბარათი ჯიბეში ჩაიდო და ფიქრებში ჩაძირული სახლისკენ გაემართა. მათი პატარა პროექტი უცებ ბევრად უფრო დიდი და რთული გახდა. ახლა ნინოს მოუწევდა არა მხოლოდ ტრადიციასა და ინოვაციას შორის ბალანსის პოვნა, არამედ ოჯახურ ღირებულებებსა და ბიზნეს შესაძლებლობებს შორისაც. თამარის სახლში იმ საღამოს საგანგებო შეხვედრა გაიმართა. ნინომ, გიორგიმ და ლევანმა ბებიას დავით ცხადაძის შემოთავაზება გააცნეს. თამარი ჩუმად უსმენდა, სახეზე შეშფოთება ეტყობოდა. ფრენჩაიზინგი? გაიმეორა მან. დავითი გვთავაზობს, რომ მამულაშვილების სამზარეულო ფრენჩაიზინგის ქსელად ვაქციოთ. დიახ, დაუდასტურა ნინომ. მისი აზრით, ჩვენს რესტორანს დიდი პოტენციალი აქვს. ის დააფინანსებს ჩვენს გაფართოებას და სხვა ფილიალების გახსნასაც. და სანაცვლოდ? იკითხა თამარმა. პარტნიორობა. წილი ბიზნესში, ამოიოხრა ნინომ. თამარი წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. გარეთ საღამოს თბილისი იშლებოდა, ძველი სახლების სილუეტები მზის ჩასვლის ფონზე. დავითი ჭკვიანი ბიზნესმენია, თქვა მან ბოლოს. ხედავს ღირებულ შესაძლებლობას და ცდილობს ისარგებლოს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის ვერ ხედავს მამულაშვილების სამზარეულოს ნამდვილ ღირებულებას. რას გულისხმობ, ბებო? იკითხა ნინომ. ჩვენი რესტორანი არ არის უბრალოდ ბიზნესი, ნინო. ეს არის ოჯახის მემკვიდრეობა, ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ჩვენ არ ვამზადებთ უბრალოდ საჭმელს, ჩვენ ვინახავთ ისტორიას. გიორგიმ თავი დაუქნია. ზუსტად ამის თქმა მინდოდა. ფრენჩაიზინგი ნიშნავს სტანდარტიზაციას, ერთგვაროვნებას. ეს კლავს იმ სულს, რაც ჩვენს რესტორანს აქვს. მაგრამ რა ცუდია განვითარებაში? ჩაერია ლევანი.
შეიძლება ეს იყოს შესაძლებლობა, გახდეთ უფრო წარმატებულები, მეტ ადამიანს გააცნოთ ქართული სამზარეულო, ნინო ჩაფიქრდა. ერთი მხრივ დავითის შემოთავაზება მიმზიდველი იყო, უფრო სწრაფი განვითარება, მეტი რესურსები. მეორე მხრივ კი ის იზიარებდა ბებიის და გიორგის შეშფოთებას, ხომ არ დაკარგავდნენ რესტორნის სულს ამ პროცესში? რა ვქნათ? იკითხა მან ბოლოს. თამარი მაგიდასთან დაბრუნდა და სკამზე დაჯდა. მე მგონი, უნდა მოусმინოთ ჩვენს გულებს. დავფიქრდეთ, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ნინო, როდესაც საფრანგეთიდან დაბრუნდი, შენ გინდოდა რესტორნის შეცვლა. ახლა ერთი თვის შემდეგ როგორ ხედავ მამულაშვილების სამზარეულოს, ნინო ჩაფიქრდა. ახლა უკეთ მესმის, რატომა ეს ადგილი განსაკუთრებული. ეს არ არის მხოლოდ რესტორანი, ეს არის ჩვენი ოჯახის ისტორია, მამაჩემის მემკვიდრეობა. მინდა მისი განვითარება, მაგრამ არა იმ ფასად, რომ დავკარგოთ მისი არსი. გიორგი, მიუბრუნდა თამარი მზარეულს. მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებულები ჩვენი გზით, უპასუხა გიორგიმ. ახალი მენიუ, სასწავლო კურსები, ღვინის ბარი, ეს ყველაფერი შეგვიძლია განვახორციელოთ ჩვენი ძალებით, თანდათანობით. არ გვჭირდება დავითი და მისი კორპორატიული მიდგომა. ლევან. თამარმა ახლა არქიტექტორს მიმართა. ლევანი ჩაფიქრდა. როგორც ბიზნესმენი ვხედავ დავითის შემოთავაზების ღირებულებას. მაგრამ როგორც თქვენი მეგობარი. ვეთანხმები გიორგის, მამულაშვილების სამზარეულო განსაკუთრებულია თავისი ავთენტურობით. ეს არის ის, რაც მას ღირებულს ხდის. ფრენჩაიზინგი ამ ავთენტურობას გააქრობდა, თამარმა ღრმად ამოისუნთქა. მაშინ გადაწყვეტილი ჩანს. ჩვენ მადლობას ვუხდით დავითს შემოთავაზებისთვის, მაგრამ განვაგრძობთ ჩვენი გზით. დარწმუნებული ხარ, ბებო? იკითხა ნინომ. ეს დიდი შესაძლებლობის უარყოფაა. დიახ, ძვირფასო, გაუღიმა თამარმა. ზოგჯერ უარის თქმა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დათანხმება. ჩვენ ვირჩევთ ჩვენს გზას, ჩვენს ტემპს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ნინომ, გიორგიმ და ლევანმა დაიწყეს უფრო აქტიურად მუშაობა მათი პროექტების განხორციელებაზე. ლევანმა დაასრულა ღვინის ბარის და სასწავლო ცენტრის ესკიზები, გიორგი და ნინო კი ახალი მენიუს შემუშავებაზე მუშაობდნენ. ერთ დღეს, როდესაც ნინო და გიორგი სამზარეულოში მუშაობდნენ, დავით ცხადაძე კვლავ გამოჩნდა. გამარჯობა, ნინო, გიორგი, მიესალმა ის. იმედი მქონდა, რომ თამარი აქ იქნებოდა. ბებია დღეს არ მოვა რესტორანში, უპასუხა ნინომ. შეგვიძლია რაიმეში დაგეხმაროთ, დავითმა ირგვლივ მიმოიხედა. მე აქ შემოვიარე, რომ შევიტყო, რა გადაწყვეტილება მიიღეთ ჩემი შემოთავაზების შესახებ. უკვე საკმარისი დრო გქონდათ მოსაფიქრებლად, ნინო და გიორგი ერთმანეთს გადახედეს. ბატონო დავით, დაიწყო ნინომ დიპლომატიურად, ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს შემოთავაზებას. მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე უკეთესი იქნება, თუ ჩვენი გზით განვითარდებით. ანუ, უარს ამბობთ? დავითის სახეზე იმედგაცრუება გამოისახა. არა, უბრალოდ უარს, დააზუსტა გიორგიმ. ჩვენ ვირჩევთ განსხვავებულ გზას. ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ მამულაშვილების სამზარეულოს ოჯახური ხასიათი. დავითმა გაიღიმა, მაგრამ მის თვალებში სიცივე ჩანდა. გასაგებია. თუმცა მგონი თქვენ ვერ აცნობიერებთ, რა შესაძლებლობას კარგავთ. ბიზნესში ასეთი შანსები იშვიათად ჩნდება. ჩვენ ამას ვაცნობიერებთ, ბატონო დავით, უპასუხა ნინომ მტკიცედ. მაგრამ ასევე ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი რესტორნის ღირებულება მის ავთენტურობაშია. და ამის დაკარგვა არ გვინდა, დავითმა მხრები აიჩეჩა. თქვენი გადასაწყვეტია. მაგრამ გაფრთხილებთ, რომ ბიზნესი, რომელიც არ იზრდება, საბოლოოდ კვდება. ზრდა სხვადასხვა ფორმით შეიძლება, გაიღიმა ნინომ. ჩვენ ვირჩევთ ორგანულ ზრდას. როგორც გინდათ, დავითმა თავი დაუქნია. თუ გადაიფიქრებთ, იცით, სად მიპოვოთ, დავითის წასვლის შემდეგ, ნინო და გიორგი ჩაფიქრებულები დარჩნენ. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, თქვა ნინომ ბოლოს. მეც ასე ვფიქრობ, დაეთანხმა გიორგი. მაგრამ დავითი მარტივად არ დანებდება. ის არ არის ჩვეული უარის მიღებას. რას გულისხმობ? დავითი ცნობილია თავისი ამბიციებით. ის ცდილობს ძველი თბილისის მნიშვნელოვანი ნაწილების შესყიდვას. ზოგი ამბობს, რომ მას სურს ამ უბანში დიდი სავაჭრო ცენტრის აშენება, ნინო შეშფოთდა. ფიქრობ, რომ ჩვენი რესტორანი მის გეგმებში ჯდება? შესაძლებელია. ჩვენი შენობა ერთ-ერთი ყველაზე კარგადაა შენახული ამ უბანში.
და მდებარეობაც სტრატეგიულია. მაგრამ ეს შენობა ჩვენია, შეახსენა ნინომ. ბებიას და პაპაჩემის. ვიცი, თავი დაუქნია გიორგიმ. მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. დავითი ძლიერი მოთამაშეა ამ ქალაქში. იმავე საღამოს ნინომ ბებიას მოუყვა დავითთან საუბრის შესახებ. თამარი ჩაფიქრდა. გიორგი მართალია, თქვა მან ბოლოს. დავითი ყოველთვის დაინტერესებული იყო ჩვენი შენობით. რამდენჯერმე უკვე შემომთავაზა მისი ყიდვა. და არასდროს მითხარი. გაოცდა ნინო. არ მინდოდა შენი შეშფოთება. და გარდა ამისა ეს შენობა არასდროს გაიყიდება, სანამ მე ცოცხალი ვარ. ეს არის ჩვენი ოჯახის მემკვიდრეობა. მომდევნო დღეებში ნინომ შენიშნა, რომ უცნაური რამეები ხდებოდა. რამდენიმე მუდმივი კლიენტი აღარ მოდიოდა. ზოგიერთმა მომწოდებელმა უცებ ფასები ათია, ან მიწოდებაზე უარი თქვა. რესტორნის წინ მუშები გამოჩნდნენ, რომლებიც ქუჩას თხრიდნენ, რამაც ძალიან გაართულა შენობასთან მისვლა. ეს დავითის ხელია, დაასკვნა გიორგიმ, როდესაც ის და ნინო რესტორნის მდგომარეობას განიხილავდნენ. ის ცდილობს ჩვენზე ზეწოლას. მართლა ფიქრობ, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია? იკითხა ნინომ. მას აქვს გავლენა და კავშირები. არ გამიკვირდება, რომ ეს ყველაფერი მისი ორგანიზებულია, ნინო განრისხდა. ასე არ შეიძლება. ჩვენ ლეგიტიმური ბიზნესი ვართ, ისტორიული მნიშვნელობის მქონე. მას არ აქვს უფლება ასე მოგვექცეს. ფორმალურად მას არაფერი გაუკეთებია, ამოიოხრა გიორგიმ. ყველაფერი შემთხვევითია, ნინომ გადაწყვიტა, რომ ამ სიტუაციას აქტიურად უნდა დაპირისპირებოდა. მან დაურეკა ლევანს და შეხვედრა სთხოვა. ლევან, მჭირდება შენი დახმარება, უთხრა მან, როდესაც ისინი კაფეში შეხვდნენ. დავითი ცდილობს ჩვენი რესტორნის საქმიანობის ხელშეშლას. ლევანმა მოусმინა ნინოს მონათხრობს და თავი დაუქნია, გასაგებია. დავითი ცნობილია თავისი აგრესიული ბიზნეს ტაქტიკით. მაგრამ ის ასევე ძალიან ფრთხილია, არასდროს ტოვებს კვალს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? იკითხა ნინომ. პირდაპირი კონფრონტაცია არ გამოვა, უპასუხა ლევანმა. მაგრამ შეგვიძლია სხვა გზა მოუძებნოთ. დავითს მოსწონს, როდესაც ყურადღების ცენტრშია, განსაკუთრებით პოზიტიური კუთხით. მაქვს იდეა. ლევანმა ახსნა, რომ მას ჰქონდა კონტაქტები მედიაში. ისინი შეძლებდნენ სტატიის გამოქვეყნებას მამულაშვილების სამზარეულოს შესახებ, რომელიც ხაზს გაუსვამდა მის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას. სტატია ასევე ახსენებდა ახალ ინიციატივებს, სასწავლო ცენტრს და ღვინის ბარს. ამ გზით ჩვენ გავზრდით საზოგადოების ინტერესს რესტორნის მიმართ და შევქმნით დამატებით დაცვას, ახსნა ლევანმა. დავითს არ სურს საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლა, ნინომ მოიწონა ეს იდეა. დავიწყოთ მაშინავე. და მგონი დროა ჩვენი პირველი სასწავლო კურსი ჩავატაროთ, ეს დამატებით ყურადღებას მოიზიდავს. იმავე კვირას, თბილისის უწყებანში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია მამულაშვილების სამზარეულოს შესახებ. სტატია მოგვითხრობდა რესტორნის ისტორიას, მის დამაარსებლებზე და მის მნიშვნელობაზე ქართული კულინარიული ტრადიციების შენარჩუნებაში. ასევე ნახსენები იყო ახალი ინიციატივები, მასტერკლასები და თანამედროვე ქართული კერძების მენიუ. პარალელურად, ნინომ და გიორგიმ ჩაატარეს პირველი საჯარო მასტერკლასი, რომელიც დიდი წარმატებით ჩაიარა. ათობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის რამდენიმე ცნობილი ბლოგერი და ჟურნალისტი. ამ ინიციატივების შედეგად მამულაშვილების სამზარეულოში კვლავ დაბრუნდა ხალხმრავლობა. ინტერესი რესტორნის მიმართ საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, რომლებიც დაინტერესდნენ თანამედროვე ქართული კერძებით. ერთ საღამოს, როდესაც რესტორანი სავსე იყო სტუმრებით, კარი გაიღო და დავით ცხადაძე შემოვიდა. მან მიმოიხედა და ნინოს მიუახლოვდა, რომელიც სტუმრებს ესაუბრებოდა. შთამბეჭდავია, თქვა მან, როდესაც ნინო მიესალმა. ვხედავ, რომ საკმაოდ კარგად გაუმკლავდით ჩემს გამოწვევებს. ბატონო დავით, უპასუხა ნინო მშვიდად. მოხარული ვარ, რომ გვესტუმრეთ. გნებავთ მაგი და დავითმა გაიღიმა. არა, მხოლოდ შემოვიარე, რომ მენახა როგორ მიდის საქმეები. ვხედავ, რომ კარგად. შენ ჭკვიანი ხარ, ნინო. და თავგამოდებული. ეს მომწონს. გმადლობთ, თქვა ნინომ, ცდილობდა არ გამოიმჟღავნებინა გაღიზიანება. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება. ეს არის გუნდური მუშაობის შედეგი. რა თქმა უნდა, დაეთანხმა დავითი. ყოველთვის გუნდია მნიშვნელოვანი. ამიტომაც გთავაზობდი პარტნიორობას.
ჩვენ უკვე გვყავს საუკეთესო პარტნიორები, უპასუხა ნინომ. როგორც ჩანს, ასეცაა დავითმა თავი დაუქნია. კარგი, აღარ შეგაწუხებთ. მაგრამ იცოდე, ნინო, მე ვაფასებ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი გზის გაკვლევა. შესაძლოა, მომავალში ისევ შევხვდეთ. სხვა გარემოებებში, ამ სიტყვებით დავითმა დატოვა რესტორანი. ნინომ მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სუნთქვა შეკავებული ჰქონდა. ყველაფერი კარგადაა? იკითხა გიორგიმ, რომელიც მის გვერდით გაჩნდა. მგონი, დავითმა შეწყვიტა ჩვენზე ზეწოლა, უპასუხა ნინომ. ვერ ვიტყვი, რომ დანებდა, მაგრამ ახლა სხვა რამეზე გადაერთო. ეს კარგი ამბავია, გაიღიმა გიორგიმ. ახლა შეგვიძლია კვლავ ჩვენს გეგმებზე ვიფიქროთ, იმ საღამოს რესტორნის დახურვის შემდეგ, ნინო, გიორგი, თამარი და ლევანი სამზარეულოში შეიკრიბნენ. მათ ღვინო გახსნეს, რომ მცირე გამარჯვება აღენიშნათ. მინდა სადღეგრძელო წარმოვთქვა, დაიწყო თამარმა, ღვინით სავსე ჩიქა ასწია. მამულაშვილების სამზარეულოსთვის, რომელიც კვლავ მამულაშვილების ხელში რჩება. და ყველასთვის, ვინც ამაში თვლილი შეიტანა, დაამატა ნინომ. ბებოსთვის, რომელმაც შემაგონა, რომ ტრადიციები მნიშვნელოვანია. გიორგისთვის, რომელმაც მასწავლა, რომ ინოვაცია შეიძლება პატივისცემით იყოს ნაკარნახევი. და ლევანისთვის, რომელმაც დაგვეხმარა ძველისა და ახლის შერწყმაში. და ნინოსთვის გაიღიმა გიორგიმ, რომელმაც შეგვახსენა, რომ ტრადიციები უნდა იზრდებოდეს, რომ ცოცხალი დარჩეს. გაუმარჯოს. შესწახეს მათ და ჩიქები შეაჯახუნეს. იმ ღამეს, როდესაც ნინო სახლში ბრუნდებოდა, მან იგრძნო, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ისწავლა ამ ერთი თვის განმავლობაში. ის დაბრუნდა თბილისში იდეებით სავსე, მზად იმისთვის, რომ ყველაფერი შეეცვალა. მაგრამ გზა და გზა აღმოაჩინა, რომ ცვლილება არ ნიშნავს წარსულის უარყოფას, ის ნიშნავს მის გამდიდრებას, მასზე აშენებას. მამულაშვილების სამზარეულო ახლა ახალ თავს იწყებდა, თავს, რომელიც პატივს სცემდა წარსულს, მაგრამ მზად იყო მომავლისთვის. და ნინო ამაყობდა, რომ ამ ისტორიის ნაწილი იყო, 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ნინო თბილისში დაბრუნდა. მამულაშვილების სამზარეულომ ამ ხნის განმავლობაში დიდი ცვლილებები განიცადა, თუმცა მისი არსი უცვლელი დარჩა. ნინოს და გიორგის ერთობლივი ძალისხმევით რესტორანი ახალ სიცოცხლეს იძენდა, რაც ყველაზე ნათლად ჩანდა იმ საღამოს, როდესაც ღვინის ბარის გახსნას ზეიმობდნენ. რესტორნის მეორე სართულზე მოწყობილი ღვინის ბარი ლევანის პროექტით აშენდა. მან შეძლო ძველი და ახლის იდეალური შერწყმა, ძველი აგურის კედლები შეუნარჩუნა, მაგრამ დაამატა მინის ელემენტები და თანამედროვე განათება, რამაც სივრცეს განსაკუთრებული ატმოსფერო შესწინა. ძალიან ლამაზია, აღფრთოვანდა ნინო, როდესაც ოფიციალური გახსნის წინ უკანასკნელად ათვალიერებდა სივრცეს ლევანთან ერთად. ზუსტად ისეთია, როგორიც წარმოვიდგინე. მიხარია, რომ მოგწონს, გაუღიმა ლევანმა. ვცადე შემენარჩუნებინა ის, რაც ღირებულია და დამემატებინა ახალი ელემენტები, რომლებიც ხაზს უსვამს ძველს. ზუსტად ასე ვმუშაობთ მთელი რესტორნის მასშტაბით, თქვა ნინომ. ინოვაცია ტრადიციის პატივისცემით, ბარში ქართული ღვინოების უნიკალური კოლექცია იყო წარმოდგენილი, მათ შორის იშვიათი ქვევრის ღვინოები, რომლებიც გიორგი მთელი საქართველოდან შეაგროვა. ამას ემატებოდა სპეციალური მენიუ, მცირე ზომის კერძები, რომლებიც იდეალურად ერწყმოდა ღვინოს და ავსებდა მის გემოს. ნინო, სტუმრები მოდიან, შეატყობინა ანამ, რომელიც ახლა რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. მალე ღვინის ბარი სტუმრებით გაივსო. მოწვეული იყვნენ ქალაქის ცნობილი ადამიანები, ჟურნალისტები, ღვინის ექსპერტები. ყველა აღფრთოვანებული იყო ახალი სივრცით. ეს არის ზუსტად ის, რაც თბილისს სჭირდებოდა, უთხრა ერთმა სტუმარმა ნინოს. ადგილი, სადაც ქართულ ღვინოს პატივისცემით ეპყრობიან, მაგრამ თანამედროვე გარემოში, ნინო სიამაყით ავსებოდა, როდესაც ხედავდა, როგორ შთაბეჭდილებას ახდენდა მათი ახალი ბარი სტუმრებზე. მაგრამ განსაკუთრებით კმაყოფილი იყო, როდესაც ხედავდა, როგორ ამაყობდა თამარი და გიორგი ამ წარმატებით. საღამოს მსვლელობისას ნინომ შენიშნა, რომ გიორგი გარეთ გავიდა. ის აივანზე იდგა და ქალაქის ხედს გაჰყურებდა. ნინო მას მიუახლოვდა. აქ რას აკეთებ? ზეიმს გამოეპარე? ჰკითხა ნინომ ღიმილით. ცოტა ჰაერი მჭირდებოდა, უპასუხა გიორგიმ. და მინდოდა თბილისს შემეხედა. იცი, ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ქალაქი სუნთქავს ცოცხლობს, ნინო ჩუმად იდგას, საშუალებას აძლევდა გიორგის გაეგრძელებინა. როდესაც შენი მამა ცოცხალი იყო, განაგრძო გიორგიმ, ის ხშირად ამბობდა, რომ მამულაშვილების სამზარეულო უნდა იყოს როგორც თბილისი, ფესვებით წარსულში, მაგრამ მზერით მომავლისკენ. მგონი, ახლა პირველად ხვდები, რას გულისხმობდა.
იცი რა მოხდა ამ 6 თვეში? ჰკითხა ნინომ. მე ვფიქრობდი, რომ შენ იყავი ტრადიციის დამცველი, მე კი ინოვაციის მომხრე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ ორივეს გვჭირდებოდა ბალანსი. შენ გასწავლე, როგორ შეიძლება ინოვაცია, შენ კი მასწავლე ტრადიციის პატივისცემა, გიორგიმ გაიგიმა. ეს არის ის, რასაც შენი მამა ყოველთვის ამბობდა, საუკეთესო იდეები იბადება, როდესაც სხვადასხვა პერსპექტივა ერთმანეთს ხვდება. შენ ხშირად ახსენებ მამა ჩემს, შენიშნა ნინომ. ის ჩემთვის მენტორი იყო, მეტიც, ოჯახის მსგავსი. მან მასწავლა არა მხოლოდ როგორ მემზარეულა, არამედ როგორ მეცხოვრა, ნინომ გაიგიმა. მიხარია, რომ ის ასეთი იყო. და მიხარია, რომ ახლა შენც იგივე საკეთებ, გადასცემ ცოდნას, აზიარებ ტრადიციებს, სასწავლო ცენტრი, რომელიც ნინომ და გიორგიმ დაარსეს, უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ისინი ატარებდნენ კურსებს როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის, ასწავლიდნენ ქართული კერძების მომზადებას. და გიორგი, თავდაპირველი სკეპტიციზმის მიუხედავად, აღმოჩნდა შესანიშნავი მასწავლებელი. გიორგი, ვფიქრობ, ნელ-ნელა დროა სასწავლო ცენტრის მშენებლობაზე ვიფიქროთ, თქვა ნინომ. ლევანს უკვე აქვს პროექტი, ბიუჯეტიც თითქმის შეგროვილია. მართლა? ასე მალე? გაოცდა გიორგი. დიახ, ღვინის ბარმა მოლოდინზე მეტი შემოსავალი მოგვიტანა. და სასწავლო კურსებიც უკვე მომგებიანია, გიორგიმ თავი დაუქნია. შენ მართლაც კარგი ბიზნესმენი ხარ, ნინო. არა, მე უბრალოდ ვიცი, როგორ გავაერთიანო ორი სამყარო, ბიზნესი და ტრადიცია, ამ დროს მათ უკან ფეხის ხმა გაისმა. შემოbrუნდნენ და დაინახეს ლევანი. აქ ხართ, გაიგიმა მან. გიძებდით? ბებია თქვენი ამბობს, რომ დროა სადღეგრძელო წარმოთქვას, ნინო და გიორგი დარბაზში დაბრუნდნენ, სადაც თამარი უკვე მზად იყო სიტყვით გამოსასვლელად. ჩემო მეგობრებო, დაიწყო თამარმა, როდესაც ყველამ ყურადღება მიაქცია. დღეს ვზეიმობთ ახალ დასაწყისს მამულაშვილების სამზარეულოსთვის. ეს ღვინის ბარი არის სიმბოლო იმისა, რასაც ჩვენი რესტორანი ყოველთვის წარმოადგენდა, ტრადიციის და ინოვაციის ჰარმონიულ შერწყმას, თამარმა ჩიქა ასწია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა. ჩემს შვილიშვილს, ნინოს, რომელმაც ახალი ენერგია და იდეები შემოიტანა. გიორგის, რომელიც წლების განმავლობაში ინახავდა ჩვენს ტრადიციებს. ლევანს, რომელმაც ეს მშვენიერი სივრცე შექმნა. და თქვენ, ჩვენს სტუმრებს, რომლებიც მხარს გვიჭერთ. გაუმარჯოს მამულაშვილების სამზარეულოს. შესახა თამარმა. გაუმარჯოს. გაისმა ირგვლივ და ყველამ ჩიქები ასწია. ზეიმი გვიან ღამემდე გაგრძელდა. სტუმრები ტკბებოდნენ ღვინით და ახალი მენიუს კერძებით, რომლებიც ნინომ და გიორგიმ ერთობლივად შექმნეს, ტრადიციული ქართული კერძები თანამედროვე ინტერპრეტაციით. ნინო სტუმრებს შორის დადიოდა, ესაუბრებოდა მათ, ისმენდა მათ აზრებს. მან შენიშნა, რომ ლევანი კუთხეში იდგა და რაღაცას ხატავდა თავის ბლოკნოტში. რა საკეთებ? ჰკითხა ნინომ, როდესაც მიუახლოვდა. ახალ იდეას ვხატავ, უპასუხა ლევანმა. სასწავლო ცენტრისთვის. მაგრამ არა მხოლოდ. გონი უკვე დროა ვიფიქროთ მთელი რესტორნის ინტერიერის განახლებაზე, ისე რომ შევინარჩუნოთ მისი ხასიათი, მაგრამ გავხადოთ უფრო თანამედროვე და ფუნქციური, ნინომ ესკიზებს დახედა. ეს შესანიშნავია, ლევან. როგორ ახერხებ ყოველთვის ზუსტად იმის შექმნას, რაც ჩემს გონებაშია, ლევანმა გაიგიმა. შეიძლება იმიტომ, რომ კარგად გიცნობ? ან შეიძლება იმიტომ, რომ ერთნაირად ვუყურებთ სამყაროს, ნინო მიხვდა, რომ ლევანი მართალი იყო. მათ მართლაც ბევრი რამ ჰქონდათ საერთო, სიყვარული ტრადიციისადმი, მაგრამ ასევე სურვილი ინოვაციისა და განვითარებისა. ლევან, მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ პროექტისთვის გააკეთე, თქვა ნინომ გულწრფელად. სიამოვნებით, ნინო. ეს ჩემთვისაც საინტერესო გამოცდილება იყო. და მიხარია, რომ დაგეხმარე შენი ხედვის რეალიზებაში, ნინო მიგრძნო, რომ მათ შორის რაღაც ახალი ჩნდებოდა, რაღაც, რაც მეგობრობაზე მეტი იყო. ის შენიშნავდა, როგორ ელვარებდა ლევანის თვალები, როდესაც ის ახალ იდეებზე საუბრობდა, როგორ ყურადღებით ისმენდა ის ნინოს აზრებს. ლევან, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება. იქნებ სადმე წავიდეთ. მხოლოდ ჩვენ ორნი, თქვა ნინომ და თავისივე სითამამე გაუკვირდა. ლევანის თვალები გაბრწყინდა. სიამოვნებით, ნინო. უკვე დიდი ხანია ველოდები, როდის მკითხავდი, ნინო გაწითლდა. მართლა? რატომ არ მკითხე შენ? ვფიქრობდი, ჯერ ძალიან დაკავებული იყავი რესტორნით, ახალი ცხოვრებით. მინდოდა დრო მიმეცა.
ახლა მგონი სწორი დროა, გაიგიმა ნინომ. ზეიმის დასასრულს, როდესაც უკვე მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები დარჩნენ, ნინომ, გიორგიმ, ლევანმა და თამარმა ბოლო ჩიქა ღვინო დალიეს. მინდა მადლობა გითხრათ, დაიწყო ნინომ. როდესაც თბილისში დაუბრუნდი, მეგონა რომ ყველაფერს უკეთ ვიცოდი, რომ შემეძლო რევოლუციის მოწყობა. მაგრამ თქვენ მასწავლეთ, რომ ნამდვილი განვითარება არ ნიშნავს წარსულის უარყოფას, ის ნიშნავს მასზე აშენებას. შენც ბევრი რამ გვასწავლე, ნინო, უპასუხა გიორგიმ. მასწავლე, რომ ტრადიცია არ არის უცვლელი, ის იზრდება და ვითარდება. შენმა იდეებმა ახალი სიცოცხლე შთაბერეს ჩვენს რესტორანს. და ეს მხოლოდ დასაწყისია, დაამატა თამარმა. მამულაშვილების სამზარეულოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი. სამზარეულო მზადაა ამ გზისთვის, გაიგიმა ნინომ. ახლა ჩვენ გვაქვს როგორც ფესვები, ასევე ფრთები, როდესაც ნინო იმ ღამეს სახლში ბრუნდებოდა, მას ლევანი მიაცილებდა. ქალაქი მშვიდად ეძინა, მთვარე ანათებდა ძველი თბილისის სახურავებს. საოცარია, როგორ შეიცვალა ყველაფერი ამ რამდენიმე თვეში, თქვა ნინომ. ზოგჯერ ცვლილებები უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ველოდებით, უპასუხა ლევანმა და ნინოს ხელი ჩაჰკიდა. ნინო მიგრძნო, რომ ახლა ის ნამდვილად სახლში იყო. არა მხოლოდ თბილისში, არამედ საკუთარ კანში, საკუთარ ცხოვრებაში. მან იპოვა ბალანსი წარსულსა და მომავალს შორის, ტრადიციასა და ინოვაციას შორის. და რაც მთავარია, იპოვა ადამიანები, რომლებთან ერთადაც სურდა ამ გზის გავლა. ნინო მიცოდა, რომ მამულაშვილების სამზარეულოს კიდევ ბევრი გამოწვევა ელოდა. დავით ცხადაძის მსგავსი ადამიანები ყოველთვის იქნებოდნენ. მაგრამ ახლა მას ჰქონდა რწმენა, რომ ისინი შეძლებდნენ ამ გამოწვევების დაძლევას, რადგან ერთად იყვნენ, როგორც ოჯახი, როგორც გუნდი. მომავალი წლის განმავლობაში მამულაშვილების სამზარეულო კიდევ უფრო განვითარდა. სასწავლო ცენტრი აშენდა, რესტორნის ინტერიერი განახლდა ლევანის პროექტით და ახალი მენიუ, რომელიც ნინომ და გიორგიმ ერთად შექმნეს, გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თბილისში. ნინო და ლევანი უფრო ახლოს დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ისინი არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ პროფესიულადაც შესანიშნავი პარტნიორები აღმოჩნდნენ. ლევანის არქიტექტურული ხედვა და ნინოს ბიზნეს ინტუიცია იდეალურად ავსებდა ერთმანეთს. თამარი ამაყობდა, როდესაც ხედავდა, როგორ ხარობდა მისი შვილიშვილი, როგორ იზრდებოდა როგორც პიროვნება და როგორც ბიზნესმენი. მას ახარებდა ის ფაქტი, რომ ოჯახის ტრადიცია, რომელიც მისმა მეუღლემ დაიწყო, კვლავ ცოცხლობდა და ვითარდებოდა. გიორგი გახდა არა მხოლოდ შეფმზარეული, არამედ რესტორნის თანამფლობელი. თამარმა ნინოსთან შეთანხმებით გადაწყვიტა გიორგისთვის წილი მიეცა ბიზნესში, რადგან ის უკვე ოჯახის ნაწილი იყო. ერთი წლის თავზე, როდესაც სასწავლო ცენტრის გახსნას ზეიმობდნენ, ნინო შეხვდა ახალგაზრდა მზარეულს, ვასიკო ბერიძეს, რომელიც პირველ კურსზე ჩაეწერა. ვასიკოს თვალებში ის იგივე ცეცხლი დაინახა, რაც გიორგის ახალგაზრდობაში ჰქონდა, სწავლის წყურვილი, ნება კულინარიისადმი. ჩვენ უნდა ავიყვანოთ ის სამზარეულოში, უთხრა ნინომ გიორგის. მას აქვს რაღაც განსაკუთრებული. ვიცი, გაიგიმა გიორგიმ. უკვე ვიფიქრე ამაზე. შეიძლება ის იყოს შემდეგი თაობა, რომელიც გააგრძელებს ჩვენს ტრადიციას. ასე მამულაშვილების სამზარეულო აგრძელებდა თავის გზას ფესვებით წარსულში, მზერით მომავლისკენ. ეს იყო ადგილი, სადაც ტრადიცია და ინოვაცია ჰარმონიულად თანაარსებობდა, სადაც ძველი და ახალი თაობები ერთმანეთისგან სწავლობდნენ, სადაც ქართული კულინარიული მემკვიდრეობა ცოცხლობდა და ვითარდებოდა. და ნინო მამულაშვილი, რომელიც ერთ დროს საფრანგეთიდან დაბრუნდა რევოლუციური იდეებით, ახლა იდგა ამ ყველაფრის შუაგულში, როგორც ტრადიციის შემნახველი და ინოვაციის შემომტანი, როგორც წარსულის პატივისმცემელი და მომავლის შემქმნელი.